როცა სარგებელზე ვსაუბრობთ, აუცილებლად უნდა აღინიშნოს უკრაინის მიერ დრონებით წარმოებული კამპანიის გაგრძელება, რომელიც სულ უფრო ფართო მასშტაბებს იძენს. სამშაბათს 11 მარტს უკრაინამ რუსეთზე ისტორიაში ყველაზე მასშტაბური თავდასხმა განახორციელა დრონებით. რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ სხვადასხვა რეგიონში, მათ შორის მოსკოვში ჩამოაგდეს 327 უკრაინული დრონი. აქედან 91 უშუალოდ დედაქალაქის თავზე. იერიში განხორციელდა იმ დროს, როდესაც უკრაინისა და აშშ-ის დელეგაციები საუდის არაბეთში ხვდებოდნენ ერთმანეთს, რათა შესაძლო ზავის საკითხები განეხილათ. თავდასხმის შედეგად მოსკოვში დაიღუპა 3 ადამიანი, ხოლო კიდევ 18 ადამიანი, მათ შორის 3 ბავშვი, დაშავდა. მომდევნო დღეებში მოსკოვზე შეტევები გაგრძელდა, ისევე როგორც თავდასხმები რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე. მათ შორის ტუაფსეს ქარხანა განმეორებითი იერიშის სამიზნეც გახდა. ამ კონკრეტულ შემთხვევაში არსებობს ვარაუდი, რომ უკრაინელებმა თავდასხმა განახორციელეს მოდიფიცირებული რაკეტებით Long Neptune, რომელსაც ცნობების მიხედვით 1000 კილომეტრამდე მანძილის დაფარვა შეუძლია. ამ ფონზე ამერიკული გაურკვევლობის პერიოდი კვლავ გრძელდება. ამერიკის გადაწყვეტილებები საკვანძო იქნება იმ მიმართულებით, თუ რომელ გზას დაადგება ომი. მოსკოვის მიზნები უცვლელია, უკრაინაზე სრული პოლიტიკური კონტროლი. კიევის მიზანი კი უცვლელი რჩება, ამ სცენარისგან თავდაცვა. მეორე მხრივ, დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებები თავად მის მსგავსად კვლავაც არაპროგნოზირებადია.